მოგესალმებით, მე ვარ რუსუდან ტყემალაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი. ცხადია გელოდება ცხელი ზაფხული, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ პირველ რიგში იმით, რომ ჩვენი გამოცდა არის ადეკვატური თქვენს მიერ მიღებული ცოდნისა სკოლაში და ვფიქრობ, რომ კარგი მომზადების პირობებში თქვენ არ უნდა გაგიჭირდეთ ამ გამოცდის ჩაბარება. ჩვენი ტესტი 4 ენაში არის ზუსტად ერთნაირი. ტესტი შედგება 7 ნაწილისაგან. აქედან ერთი არის მოსმენის დავალება, ამით იწყება ტესტი. Listening. მოსმენის დავალება გრძელდება დაახლოებით 10 წუთი. ამათ წუთში შედის როგორც პაუზები, მოფიქრების დროს აუცილებელი, ასევე ორჯერ გამეორება ტექსტისა და ამ ორჯერ გამეორების შორის პაუზა, რომ თავად მოსმენის ტექსტი ძალიან გრძელი არ არის. Listen to the text and for each question mark the correct answer. You now have 30 seconds. მას მოსდევს 8 დახურული სახის კითხვა. მინდა ყურადღება გავამახვილოთ და თქვენს გთხოვთ ვარჯიშისას ამას მიაქციოთ ყურადღება, რომ კითხვებზე პასუხობთ არა მოსმენის შემდეგ, არამედ მოსმენისას. ეს არ არის მეხსიერების ტესტი, ეს არის სწორედ მოსმენის უნარის შესამოწმებელი ტესტი, ანუ თქვენ უსმენთ ტექსტს. David Leonhardt, an 18-year-old young man. ეკრანზე გამოდის შეკითხვები, მოცემულია 4 სავარაუდო პასუხი, თქვენ ირჩევთ ერთ-ერთ სწორ პასუხს და ნიშნავთ. This is the end of the listening part. Thank you. ჩანაწერი არის ძალიან კარგი, შეგიძლიათ კომპიუტერში ნახოთ ჩარჩენილი ჩანაწერი. ჩვენი მხრიდან ხარისხი არის უზრუნველყოფილი, თუმცა საგამოცდო სივრცეში თუ რაღაც ან ხმაური შემოდის, ან რაღაც დისკომფორტი გაქვთ მოსმენაში, თქვენ გაქვთ იმის საშუალება, რომ თავიდანვე უთხრათ თქვენს დამკვირვებელს, ვინც არის საგამოცდო სივრცეში და ამას მიაქცევენ ყურადღებას. შემდეგ უკვე ამის გათვალისწინება აღარ მოხდება. შემდეგი 5 დავალება არის წაკითხulis გააზრება, სიტუაციური დიალოგის დაალაგება, ლექსიკა, გრამატიკა, ეს არის ყველა დახურული სახის კითხვები. თითოეულ სწორ პასუხს ენიჭება 1 ქულა. გთხოვთ, ნუ იჩქარებთ, კარგად წაიკითხეთ ტექსტი, შეკითხვები ტექსტთან დაკავშირებით, ლექსიკური დავალება შედარებით უფრო რთულია, იმიტომ რომ კონტექსტი უნდა გაიაზროთ ტექსტისა. შეიძლება რაღაც სიტყვა იცოდეთ და უშოთ, ან რაღაც გრამატიკული კატეგორია, მაგრამ მას კონტექსტში როგორ ჩასვავთ, ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება. მე-6 დავალება არის სიტუაციური დიალოგი, თქვენ გამოტოვებული წინადადებები კონტექსტუალურად სწორად უნდა ჩასვათ. აქაც გთხოვთ, ისევ და ისევ მთლიანი კონტექსტი გაითვალისწინოთ, რაზეა საუბარი, სად უფრო ადეკვატურია ეს პასუხი დასმულ შეკითხვაზე და ძალიან სხვადასხვა საინტერესო და კარგი დავალება ენობრივად. თემა არის 16 ქულიანი, სწორდება შეფასების ძალიან მკაცრი კრიტერიუმებით, მას ასწორებს 2 გამსწორებელი ყველა თემას და თუ პირველს და მეორეს შორის არის განსხვავება ქულობრივი, ეს ნაწერი მიდის მესამე გამსწორებელთან, 160 სიტყვა არის სტანდარტი. მე გირჩევთ ძალიან სერიოზულად, რომ გადააჭარბებთ ძალიან სიტყვების რაოდენობას. შეიძლება შეგიძლიათ რაღაც დაწეროთ უფრო მეტი ამ თემაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში რაც მეც წერეთ, რაც უნდა ძალიან კარგი მოსწავლე იყოთ და აბიტურიენტი, მით უფრო ბუნებრივია უცხოენაა და მეც შეცდომას უშვებ. ჩვენ ჩარჩო გავაკეთეთ პასუხების ფურცელში და ჩარჩოში ჩაატევთ თქვენს ფიქრებს, ასე ვთქვათ, და პასუხს ამ თემაზე. მოცემულია დებულება, რაღაც მოსაზრება, რაღაც ვთქვათ, საინტერესო საკითხი და თქვენ უნდა თქვენი პირადი აზრი გამოთქვათ ამასთან დაკავშირებით. მინდა ხაზგასმით თქვა, რომ ფასდება თქვენი პირადი აზრი. დაზეპირებული, მზადმოტანილი კონტენტი, ანუ შინაარსი არ მიიღება, ძალიან ცუდად ფასდება. თქვენი გულწრფელი აზრი, თქვენი, ასე ვთქვათ, განწყობა ამ საკითხის მიმართ, თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება ჩააქსოვეთ ამ თქვენს თემაში და მერწმუნეთ, რომ უფრო კარგ და მაღალ ქულას მიიღებთ. ჩვენ ტრადიციული მოთხოვნაა უკვე რამდენი წელია, თუმცა მაინც არის ხოლმე გაპარული შემთხვევები, რომ აბიტურიენტები წერენ სახელს და გვარს. ჩვენთან ტრადიციულად სახელი და გვარის მითითება ითვლება მინიშნებად და არ ფასდება ეს კონკრეტული ნაწერი, არა მთლიანად ტესტი. იცით რა, ხანდახან გვეკითხები რომ დავწერო ილია ჭავჭავაძე, არ დავუშვოთ უილიამ შექსპირი. კი ბატონო, მიუთითეთ, მაგრამ ეს უნდა იყოს ძალიან კონტექსტუალურად განპირობებული, რატომ მოგყავთ დავუშვათ ეს ამა თუ იმ ადამიანის ციტატა.
ძალიან გთხოვთ მეგობრებო, რომ ყურადღებით წაიკითხოთ სპეციალურად მომზადებული კრებული 4 ენაში, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა მოამზადა თქვენთვის, რომ თქვენ უკეთ გაეცნოთ საგამოსტო ფორმატ, შეფასების კრიტერიუმებს და გარდა ამისა, ამ წლების განმავლობაში ჩვენ დაგვიგროვდა უამრავი ტესტი, ყველა ქვეყნდება თავისი ჩანაწერებით, ესე რომ აუცილებლად უნდა იცნობდეთ ძალიან კარგად საგამოცდო დროს, რომელიც არის 2 საათნახევარი, ფორმატს, დავალებების რაოდენობას და ჩვენი ძველი ტესტები ამაში დაგეხმარებათ, ესე რომ გთხოვთ ივარჯიშოთ ამაზე, ასევე ივარჯიშოთ თქვენი პასუხების გადატანაზე, პასუხების ფურცელზე. ტექნიკური მხარე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შინაარსობრივი მხარე და გთხოვთ აი ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ. გისურვებთ წარმატებას.